თავი 30. გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს ყველაფერი ისე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. ასე ელაპარაკა მოსე ისრაელიანების შტოთა მეთაურებს. აჰა რაც ბრძანა უფალმა. ვინც აღთქმას მისცემს უფალს ან ფიცით დაიფიცებს. რას მიაღუკვეთს თავის თავს, არ უნდა შეშალოს თავისი სიტყვა. ყველაფერი უნდა შეასრულოს, რაც მისი ბაგებიდან არის გამოსული. თუ ქალი ვინმე აღთქმას მისცემს უფალს და რას მიაღიკვეთს მამისეულ სახლში სიღმაწვილისას, მამამისიც გაიგებს მის აღთქმას და აღკვეთას, რაც მან თავის თავს აღუკვეთა და არაფერს ეტყვის. უნდა შესრულდეს ყველა აღთქმა და აღკვეთა, რაც თავის თავს აღუკვეთა ქალმა. თუ დაუშლის მამამისი, როცა გაიგებს, არ უნდა შესრულდეს არც ერთი მისი აღთქმა და აღკვეთა, რაც თავის თავს აღუკვეთა ქალმა და უფალი აპატიებს მას, რადგან მამამისმა დაუშალა. გათხოვებისას თუ აღთქმები დარჩება მასზე ან წამოცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს, გაიგებს მისი ქმარი და როცა გაიგებს არაფერს იტყვის, უნდა შესრულდეს მისი აღთქმები და აღკვეთები, რაც თავის თავს აღუკვეთა. თუ ქმარი გაიგებს და დაუშლის, შეუძლია გააუქმოს მისი აღთქმა, რომელიც მასზეა და წამოცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს და უფალი აპატიებს. ქვრივის ან ქმარ-გაყრილის აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რითაც რაიმე აღკვეთილი აქვს თავისი თავისთვის, უნდა შესრულდეს მასზე. თუ ქმრის სახლში დადებს აღთქმას ან რას მიაღუკვეთს თავის თავს ფიცით, გაიგებს ქმარი, არაფერს ეტყვის და არ დაუშლის, უნდა შესრულდეს ყველა მისი აღთქმა და ყველა აღკვეთა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს. თუ ქმარი გააუქმებს ყველაფერს ამას, როცა გაიგებს, მაშინ ყოველი მისი ნათქვამი, აღთქმა თუ აღკვეთა არ შესრულდება, რადგან ქმრის გაუქმებულია და უფალი აპატიებს მას. ყოველ აღთქმას და აღკვეთის ყოველ ფიცს თავის დასაუგებლად ქმარი დაამტკიცებს და ქმარი გააუქმებს. თუ ქმარმა არაფერი უთხრა მას, დაუმტკიცებია ყოველი მისი აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რაც მასზეა, რა კი არაფერი თქვა, როცა გაიგო. თუ გაიგებს და მერე გააუქმებს, მასზე იქნება ქალის ცოდვა. ეს წესებია, რომლებიც უბრძანა უფალმა მოსეს, სულ ქმრისათვის, მამისა და მისი ქალიშვილისთვის, ხმაწვილობისას მამამისის სახლში.